ჩვენთან არის ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს ამ ტაძრის მრევლს რუსთაველებს ულოცავთ. მადლობა ღმერთს და მადლობა დედაფლისო მშვიდობელს, მადლობა წმინდა გრიგოლ ხანძთელს დღევანდელი დღისათვის. მე მინდა ურიებდე სიტყვით გესაუბროთ წმინდა გრიგოლ ხანძთელზე და მის ღვაწლზე. რა გააკეთა ჩვენთვის, საქართველოსთვის, მომავლისთვის და მისი ღვაწლის ესე იგი სიდიადე სამდამდე აღწევს. აი, თავიდან მე მინდა წაგიკითხოთ წმინდა უпростоრად ჩვენი პატრიარქის ილია მეორის მიმართვა. აი ესე წელს წმინდა გრიგოლ ხანძთელზე. საქართველოს წმინდათა დასში ღირს მამა გრიგოლ ხანძთელს გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი ღვაწლის შედეგია, რომ იავა ქმნილი ტაო-კლარჯეთი აღორძინა და ამით საფუძველი ჩაუყარა როგორც ამ მხარის, ასე სრულიად საქართველოს სულიერ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას. ამასთან მომზადდა ნიადაგი ქვეყნის ერთიანობისთვის, მომზადდა ნიადაგი დავით აღმაშენებლის საქართველოსათვის. უდიდეს სულიერ მოღვაწეობასთან ერთად გრიგოლ ხანძთელი იყო უდიდესი საზოგადო და სახელმწიფო აზროვნების ადამიანი. სწორედ მან ჩამოაყალიბა ქართველთა ერთობის გამომხატველი შესანიშნავი ფორმულა, რომელიც გიორგი მერჩულემ ასე გამოთქვა: ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღერიცების, რომელსაც ეშინა ქართველთა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. სასიხარულოა, რომ გრიგოლ ხანძთელი
ჩვენი ხალხის დაინტერესება სულ უფრო ძლიერდება. დღეს ქვეყანას და ეკლესიას მისი მსგავსი პიროვნებები მეტად სჭირდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს არის პრაქტიკულად მოკლე შეფასება წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობისა. ჩვენ რო ვრცლად ვისაუბროთ ამაზე, მე მეცაც გეტყვით, რომ გრიგოლ ხანძთელის გარეშე დღევანდელი საქართველო ვერ იარსებებდა. აი ზუსტად გრიგოლ ხანძთელიდან დაიწყო საქართველოს აღორძინება, სულიერი აღმავლობა და როგორც პატრიარქი მოგებრძანა, საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთობისათვის. უძლურებასა და გაჭირვებასა შინამ ყოფნი მონანი და მხევანი ღვთისანი. უსახკაროდ დარჩენილნი, ტყვედ წაყვანილნი. ციხეებსა და საპყრობილებსა შინამ ყოფნი მონანი და მხევანი ღვთისანი. დევნულნი სიმართლისათვის. სარაცელსა ზედა მიჯაჭულნი. სავანყოფოებსა და სარეანიმაციო განყოფილებებსა შინამ ყოფნი. საზღვარგარეთ გადახვეწილნი ქართველი მართლმადიდებელნი და ყოველნი გაჭირვებულნი. მოიხსენიოს უფალმან ღმერთმან ჩვენმან, სასუფეველსა თვისა, ყოვლადვეაც და მარადის დაუყუნითი უყუნისამდე. ჩვენი ქრისტიანობა და ჩვენი უკვდავება და ჩვენი სიყვარული ღმერთია. დიახ, და რაც ღმერთმა დაგვარიგა და დაგმოძღვრა, ყველა ეს უნდა შევასრულოთ. 6 დღე თქვენიაო, უფალმასწვა, მე-7 დღე ჩემიაო. დიახ, თუ ვართ სწორედ საქართველოს, ამით შემოინარჩულა თავისი მეობა, თავისი ქრისტიანობა, სწორედ ჩვენი სიყვარული, რომ რაც უფალმა დაგმოძღვრა და შევასრულეთ, ამაში გამოიხატება. დიახ, ჩვენებო, სწორედ მაშინ ვიქნებით ქრისტიანები და ქრისტესნი. ღმერთმა დაგროცა. და თქვენი სახით, ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, ყველა ქართველი, ყველა ქრისტიანები დაროცხოს ღმერთმა, რომ ყველა სპირიდან ისმოდეს ჩვენი გამჩენი ღმერთის ქებაი და დიდებაი. ამინ. აბა კარგად იყავ ჩვენ. ზოლის ველზე დაცემულნი, საქართველოსთვის თავდადებულნი, ჯარისკაცნი და მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 აპრილს დაუყოვნი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაუყოვნი, სერბეთში, ჩეჩნეთში, ავღანეთში, გარდაცვლილნი მართლმადიდებლური ქრისტიანები. რეპრესიებში მოყოლილნი, სტიქიურ და ტექნიკურ უბედურებათა დროს დაუყოვნი. ჩვენი წინაპარნი, ჩვენი გვარებიდან და ოჯახებიდან გარდაცვლილნი მართლმადიდებლური ქრისტიანები. საზღვარგარეთ დასაფლავებულნი ქართველი მართლმადიდებლები და ყოველნი უპატრონო მიცვალებულნი. მოიხსენიოს უფალმან ღმერთმან ჩვენმან, სასუფეველსა თვისა, ყოვლადვეაც და მარადის დაუყუნითი უყუნისამდე. დღეს 21 საუკუნეა და როგორც პატრიარქიც აღნიშნავს, რომ დაინტერესება გრიგოლ ხანძთელით სულ უფრო და უფრო მატულობს. რასთან არის დაკავშირებული ეს ინტერესი? იმასთან, რომ გრიგოლ ხანძთელი იყო მაგალითი სიწმინდისა, მაგალითი ქართველობისა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, რომ ნამდვილად ესე იგი გამოიყვანა ფორმულა ქართველობისა. რა არის საქართველო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო არის ის ადგილი, სადაც ქართულად ჟამნი შეიწირვის. ანუ ქართულად ლოცულობენ, სადაც ქართულად აღავლენენ წირვა ლოცვას. აი იქ არის საქართველო. და ესაა ქართველთა ერთობის საფუძველი, როცა ჩვენ საუბრობთ ერთ ენაზე და ერთნაირად ვადიდებთ ჭეშმარიტ ღმერთს და ვართ მართლმადიდებლები. ამ ფორმულის გაგრძელება იყო
ილია მართლის სიტყვები. სამი ღვთაებრივი სამონჯე ქართველთათვის არის ენა, მამული, სარწმუნოება. ერთ-ერთი რომ მოაკლდეს, უკვე ირღვევა სრულყოფილება. ქართველმა რო არ იცოდეს ქართული და მარტო იყოს მართლმადიდებელი და ცხოვრობდეს საქართველოში, ეს ერთობა დარღვეულია, არ არის სრულყოფილი ქართველი. რო იყოს მამულის გარეშე და მოღვაწეობდეს სხვა ქვეყანაში და დავიწყებული ყავდეს თავისი მამული, თავისთავად ვერ იქნება სრულყოფილი ქართველი. რა თქმა უნდა, თუ ქართველმა შეიცვალა სარწმუნოება, ანუ მართლმადიდებლობა, გახდა ბოდიშით იაღოველი ან სხვა სერტის წარმოადგენელი, ან სხვა ნებისმიერი დენომინაციის წარმოადგენელი, ის ვერ იქნება ვერასდროს სრულყოფილი ქართველი. ასე რომ ფორმულა ქართველობისა არის ენა, მამული და სარწმუნოება. ეს ტრაქტატი გამოიყონა ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელმა და მერე ჩვენმა ილია მართალმა, ჭავჭავაძემ. წმინდა გრიგოლ ხანძთელი ძალზე თავდაბალი პიროვნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ იყო არქიმანდრიტი ტაო-კლარჯეთისა და აღმაშენებელი ხანძთისა და შატბერდისა, იყო უაღრესად თავდაბალი ადამიანი. ყველგან ფეხი დადიოდა და იღწოდა საქართველოს ერთიანობისთვის. ამ პერიოდში ჩაიბარა, ესე იგი, მურვან ყრუს მიერ აოხრებული ტაო-კლარჯეთი, თბილისში იჯდა არაბი ამირა, ქართველთა ერთობა იყო დარღვეული და ზნეობრიობა დაცემული. აღარავინ დადიოდა ეკლესიაში, უზნეობაში ატარებდნენ დროს. აი ამ დროს იწყებს მოღვაწეობას წმინდა გრიგოლ ხანძთელი. არის ახალგაზრდა ჭაბუკი 16 წლისას და ეს სულიერი ცენტრი, რომელიც ადრე თბილისში იყო, გადააქვს ტაო-კლარჯეთში. ააშენებს პირველად ხანძთის მონასტერს წმინდა გიორგის სახელზე, ესეც ნიშანდობლივია. სხვათა შორის ჩვენი სალოცავი, ესე იგი, დიორგობა დღეს გაიხსნა შარშანწილი. და მერე შემდგომში ვიგებ, რომ წმინდა გრიგოლ ხანძთელმა წმინდა გიორგის სახელზე აღაშენა პირველი მონასტერი ხანძთა. და ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ წმინდა გიორგი არის უძლეველი მფარველი ჩვენი ერისა და აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი აღორძინება. წმინდა გიორგის წინამძღოლობით უნდა განდევნილიყო არაბი ამირა თავისი ამალით. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ჩაუდო საფუძველი, როგორც უკვე პატრიარქმა ბრძანა, მოუმზადა ნიადაგი და ჩააბარა საქართველო დავით აღმაშენებელს. პრაქტიკულად წინამორბედი იყო დავით აღმაშენებლისეულის საქართველოსი. და წმინდა გრიგოლ ხანძთელის შემდგომ 101 წელი იცოცხლა და იმოღვაწეო გრიგოლ ხანძთელმა. უამრავი მონასტერი გაიხსნა და უამრავი დედა და მამა გაგწმინდა იმ კურთხეულ მიწაზე. მე არაერთხელ ვარ ნაყოფი ხანძთაში და საერთოდ ტაო-კლარჯეთში. უბრალოდ ახტაცებას იწვევს აი ეს უდიდესი ნაგებობანი და
მადლი. იქაური მადლი. აიქიდან გაჩნდა იდეა ამ სალოცავის გახსნისა ეკლესიის მშენებლობისა და ჩვენ რუსთაველებს ესე ვთქვათ დიდი პატივი გვაქვს იმისა, რომ ალბათ ცოტა ხანში როცა ივნელებს უფალი ღმერთი და დედაფიშველი და თავად გრიგოლ ხანძთელი აშენდება ხალხ რუსთავში მისივე სახელობის წმინდა საფლავი, სადაც გვექნება საშუალება მივაგოთ პატივი ამ უდიდეს წმინდანს და ვიცხოვნოთ სულები. აუგარჯეთიდან საგანგებოდ ჩამოვაბრძანეთ ჩვენ უამრავი სიწმინდე. 4 მონასტრიდან წავაწყდით ბერების საძვალეს. იქიდან წამოვაბრძანეთ რამდენიმე ზვარი და დაიწერა ხატი და იმ ხატში არის ჩაბრძანებული ეს წმინდა ნაწილები. მეორე წელს როცა ვიყავით აუგარჯეთში, უკვე ოპიზის მონასტრიდან წამოვაბრძანეთ აი ეს სიწმინდე, რომელიც თქვენ ბავშვი არის. უცნობი ბერის სიწმინდეა. ჩვენ არ ვიცით ვინ იყო ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ხის წინაშე მართალია და მოღვაწეობდა ოპიზის მონასტერში. როცა ვლაპარაკობთ ჩვენ გრიგოლ ხანძთელზე, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გრიგოლ ხანძთელი ესე იგი მე-9 საუკუნეში მოღვაწეობდა და მისი მოღვაწეობა იქვე რჩება და არ აგრძელდება. გრიგოლ ხანძთელი უკვე გარდაცვალების შემდგომ, როცა შეუერთდა ზეციურ საქართველოს, იქიდანაც გვეხმარება ჩვენ. იყო მბრძანებელი და მასწავლებელი ხელმწიფეთა. გრიგოლ ხანძთელის დროს მოღვაწეობდა წმინდა მეფე აშოტ ყურაპალატი და გრიგოლ ხანძთელი მისი მამხილებელიც იყო და მასწავლებელიც იყო. პრაქტიკულად მან დააყენა ჭეშმარიტ გზაზე ეს წმინდა აშოტი. მის გარეშე არც ერთი ეპისკოპოსი არ იკურთხებოდა და არც პატრიარქი. ყველა ელოდებოდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვას და საბოლოო ბეჭედს ზუსტად აი პიროვნება ეს უდიდესი გუმბერაზი მოღვაწე სვავდა. და როგორც შარშან იყო მობრძანებული ჩვენთან მეუფე იოანე ზანა ესეთი რამ და ნამდვილად მენიშნა მისი სიტყვები, რომ თუ ადრე ესე იგი აღორძინა აოხრებული საქართველო გაერთიანა პრაქტიკულად გრიგოლ ხანძთელმა, ახლაც ძალუց ამ ყველაფრის გაკეთება ზეციდან თავისი ლოცვით, თავისი კურთხევით, ჩვენი დალოცვით. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია ილოცოთ მათ წინაშე, ვევედროთ მათ წინაშე. ვედრების გარეშე ყოველდღე გამორიცხულია. არც გაერთიანება იქნება, არც სიყვარული გვექნება, არც ერთსულოვნება ვერ გვექნება. უნდა ამოუდგეთ ერთმანეთს გვერდში, ალბათ წმინდა ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესია, ესე იგი გამოსცა ტრაქტატი ქართველების ერთიანობისა, სადაც ყველა ქართველს შეუძლია მოვაწეროს ხელი. რას ნიშნავს ეს ტრაქტატი? ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ ერთმანეთს. ქართველი ქართველს. ეს ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვტრობდეთ ერთმანეთს, არ უნდა გვშურდეს ერთმანეთისა.
არ უნდა ვღალატობდეთ ერთმანეთს. უნდა აღზარდოთ შვილები კეთილად. ზნეობრიობა უნდა ავიმაღლოთ. უზნეო ადამიანი საძაგელია ღვთის წინაშე. ძალზე ძნელია ზნეობრიობის სწავლა, ხოლო უზნეობის სწავლას არაფერი არ უნდა. ძნელია მიაღწიო სულიერ სიმაღლემდე და ძალზე ადვილია სულიერად დაეცე. ასე რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა პატიობდეთ ყველაფერს. პატიება არის უფლის მცნება, რომელიც ჩადებულია მამაო ჩვენოს ლოცვაში. და უფალო მომიტევე ისე თანანადებნი ჩემი, ანუ ცოდვანი ჩემი, ისე მომიტევე უფალო, ვითარცა მე მიუტევებ თანამდებთან მათ ჩემთან. ანუ როგორც მე მიუტევებ უფალო, აი ზუსტად იგივე დოზით, იგივე ხარისხით მომიტევე მე. შენ თუ გინდა რომ მოგიტევოს უფალმა, შეგიწყალო და შეგინდოს შეწოდებანი შენ. შენს უნდა შეუნდო სხვას, აპატიო. გულში არ უნდა ატარო განკითხვა და გაბრაზება. და უნდა იმუშაო დღე და ღამ, დღენიათარ საკუთარ თავზე. სამ საკუთარი თავი. უნდა ვიცნობდეთ საკუთარ თავს. და პრაქტიკულად ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში უხილავი ბრძოლა და ეს ბრძოლა ითვალისწინებს ბრძოლას საკუთარ თავთან. ვინც დაამარცხებს საკუთარ თავს, საკუთარ თავში მეს, ეგოს, ის უკვე იქნება გამარჯვებული ღვთის წინაშე. და როგორ ხდება საკუთარი თავის დამარცხება? საკუთარი ეგოიზმის დადგმვა. ქრისტეს მიერი მეთოდებით. პატიება, შენდობა, სინანული. თუ ადამიანი დააკვირდება საკუთარ თავს, აუცილებლად იპოვეს საკუთარ თავში უდიდეს ცოდვებს და ცოდვისაკენ მიდრეკილებებს. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მას აღარ ცალია სხვისთვის, სხვის განკითხვისთვის. იმიტომ რომ დრო ისედაც ხან მოკლეა, ხან მოკლე გვაქვს და ამ წუთი სოფლიდან გადავდივართ საიქიოში და უნდა წავიდეთ ღვთის წინაშე. სადამ ცალია მე სხვისი განკითხვისთვის? არც უნდა მეცალოს. პირიქით უნდა გვეცალოს მოვიცალოთ პატიებისთვის, სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მორჩილებისთვის. მორჩილება ღვთისა და ეკლესიისა. აი ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ვისაც აქვს მორჩილება, ჩათვალეთ რომ მასზე არის დავანებული უფლის წყალობა და უფლის მადლი. იმიტომ რომ მორჩილი ადამიანი ღვთის წინაშე სუფთაა. ის ემორჩილება თავის მოძღვარს, ემორჩილება ეკლესიას და პასუხს აღარ აღებს არაფერზე. ასე რომ როგორც წერია ეპისტოლეებში, დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთან. მე რომც გითხრათ დაუშვათ არასწორი პოზიცია. ახლა დოგმატებზე არა მაქვს ლაპარაკი. დოგმატებს ყველა მოძღვარი ასწავლის ერთნაირად. აი დაუშვათ მაგალითისთვის მოვიყვანოთ, როგორ მოვიქცე მამაო. მარჯვენა გზით წავიდე თუ მარცხენა გზით წავიდე? თუ შუალედური გზით. რომც იყოს ესე იგი მარცხენა გზაზე წასასვლელი და მე გითხრა მარჯვენაზე წადიო. მაინც ისე მოაგვარებს ამ პრობლემას უფალი, როგორც მოძღვარი გეუბნებათ. ასე რომ დაუჯერეთ ეკლესიას და არ დაუჯეროთ საკუთარ თავს. საკუთარი თავი მათყუარაა, ყოველთვის მოგატყუებს. იმიტომ რომ
ეგოში და მეში მადლი არ არის. იქ უფრო მეტად ბოროტის სულები ბუდობენ. და ბოროტი სიმართლეს არასდროს არ გეტყვის, ჭეშმარიტებას არასდროს არ იქადაგებს. ამან პირიქით ყოველთვის მოგატყუებს. ტყუილის ვითარდება. ბოროტის სული ესე იგი თლად ტყუილს კი არ გეუბნება, არამედ ნახევარ სიმართლეს, რომელიც ყველაზე დიდი ტყუილია. რომ შენ არ დაგკვდე, სადღაც სიმართლის მარცვალი შეიძლებაერიოს, მაგრამ საბოლოოდ გლობალურად უდიდესი ტყუილია. აი ეს ქვეყანა, ეს სოფელი პრაქტიკულად ტყუილზეა დაფუძნებული და ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ხილში. ანუ მატრიცაში. არ იცის საიდან მოვიდა, რისთვის ცხოვრობს და სად მიდის. რა არის მიზანი და მიზეზი ადამიანის დაბადებისა. ვინაა მისი შემოქმედი? აი ადრე მამა გიორგი ყვებოდა ხოლმე. ჩემი მოძღვარი. სოფელში მყავდაო ძროხაო. სამეგრელოში. და სამეგრელოში ესეთი შეუულებაა, რომ საქონელს უშვებენ. და თვითონ ესე იგი გადის და სადაც ძოვს და რა ვიცი. და მერე საფამოს ისე ბრუნდება. და როცა მობრუნდებოდა უკან ხოლმე რომ ჭიშკართან დადგებოდაო და მხარულს იწყებდაო. ანუ გამიღეთო. გაუღებდე ჭიშკა და შემოდიოდა თავისი. პატრონს როცა დაინახავდაო, ეფერებოდა მას და ბღავდაო. ანუ ძროხა იცნობს საკუთარ პატრონს და ადამიანმა დაივიწყა საკუთარი პატრონი, ღმერთი. მამა ყოვლისა მკვლელი. აი ეს არის საოცრება. ხანდახან ადამიანი იმ პირობებსაც საჭარბებს ცოდვაში. ასე რომ ეს ძალზე მტკივნეული მომენტია და ამისთვისაც დღენიადად უნდა ვილოცოთ წმინდანებთან. შეგვეწიონ, დაგვიფარონ ბოროტისაგან. როგორც პატრიარქმა ბრძანა, რომ ნამდვილად ინტერესი მატულობს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სადმი, ეს უკვე ჩანს, რომ უამრავი ხალხი მოვიდა ეკლესიაში, უამრავი ხალხი პატივს მიაგებს ამ უდიდეს წმინდანს. მე უბრალოდ ერთსაც გეტყვით, რომ იმხელა მადლიანი პიროვნებაა გრიგოლ ხანძთელი, რომ კომუნისტების პერიოდშიც კი ვერ დამალეს მისი სიდიადე და სკოლებში ისწავლებოდა გრიგოლ ხანძთელი. ალბათ ყველას გახსოვთ. ხანებისმიერი წმინდანის ცხოვრება იყო ამოღებული, მაგრამ გრიგოლ ხანძთელი ვეღარ დამალეს. იმხელა ბუმერანძი და იმხელა სიწმინდის მატარებელი მამა ჩვენი გრიგოლ ხანძთელი. შეგვეწიოს მისი მადლი და ძალა. შეეწიოს სრულიად საქართველოს თითოეულ თქვენთაგანს. მე როგორც გუშინ აღვნიშნე, თუ ადამიანი მობრძანდება ასე იგი ამა თუ იმ წმინდანის სახელობის ეკლესიაში, იმ წმინდანის ესე იგი ხსენების დღეს აუცილებლად მიიღებს საჩუქრებს, სულიერ საჩუქრებს მისგან. ახლა წმინდა გრიგოლ ხანძთელი უხილავად დაიარება ჩვენ შორის, თითოეულ თქვენთაგან შორის და ესე იგი გლოცავთ და ესე იგი სულიერ საჩუქრებს გირიგებთ ყველას. კიდევ ერთხელ გილოცავ ხანძთელობას, შეგვეწიოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის მადლი და ძალა. თავარია ერთი ჩვენი ერთსულოვნება და ამ ტაძრის აშენება. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გადავხადოთ. Thank you.